კამილ, ახლავე მინდა რომ გაკოცო. მისტერ მაქსა სანტა შიშველი დავინახე. რა? შენ რა სულელი ხარ? აი შენ. აბას წადე და თითი მაინც დამაკარე. სინამდვილეში თოვლის ბაბუო სულაც არ არის ახალგაზრდა. ჩვენ არ გვჯერა შენი. დაუბრუნე წერილები ლუზერებს სწრაფად, ან არა და საქმე ძალიან ცუდად გექნება. მოусმინეთ ყურადღებით. მასწავლე მენდი, მე თვითონ შემიძლია ამის გამოცხადება. მისტერ მაქს, უბრალოდ მინდოდა. შუმად, მენდი, მე უკვე ვთქვი რომ გამოვაცხადებ ამას. მეგობრებო, მე თქვენთვის შესანიშნავი ამბავი მაქვს. ფაზლ, ხომ არ იცი რატომ გაიკეთა მისტერ მაქსმა ირმის რქები? რადგან მისტერ მაქსი ირემია. შობა და ახალი წელი უკვე ძალიან ახლოსაა. ჰაო, მე ძალიან მიყვარს შობა. მე ჩემო ძვირფასო. აბა, უკვე მომინძადე საჩუქარი? ჯერ არა, მაგრამ მე ამას მალე გავაკეთებ. მე ზიზღება დღესასწაულები. აბა, ვინმემ თუ იცის რა მიჭირავს მირახლა ხელში? ჩვენ ბრმები არ ვართ ხელში, პატარა ყუთი გიჭირავს. ლუზერო, რა ჭკვიანი ხარ? ეს არის სანტისთვის წერილების მისაწერად. სტეფ, გჯერა სანტის? როგორ შეიძლება არ დაიჯეროს სანტასი? მეც მჯერა, ერთხელ ნახე კიდეც იგი. კარგი, ყველამ უნდა მისწეროს წერილი სანტას და სთხოვოს მას საშობაო საჩუქარი. შემდეგ კი წერილი ამ ყუთში უნდა ჩააგდოთ. მაგრამ ყველა ვერ მიიღებს საჩუქრებს, მხოლოდ ისინი, ვინც კარგად იქცეოდა. ეს მე ვარ, მე ხომ მთელი წელი ძალიან კარგად ვიქცეოდი. დილანს გაუმართლა, თოვლის ბაბუა მას საჩუქარს მოუტანს. ის მეც მომიტანს საჩუქარს. შენც გაგიმართლა, ჩვენ არ ვწერთ წერილებს. კალათბურთელებო და რატომ? იმიტომ რომ თოვლის ბაბუა არის გამოგონილი არსება, მხოლოდ პატარა ბავშვებისთვის. დენს, სულელი ხარ? სულელი შენ თვითონ ხარ. გაგიჟდი, რას ლაპარაკობ? როგორ შეიძლება არ გჯეროდეს სანტასი? ბენს, შენ არ გჯერა სანტასი? არა, მაგარ ბიჭებს არ უნდა შეეროდეთ წვერიანი მოხუცი კაცის. ჩვენმა ბიჭებმა ძალიან გამაკვირვეს. როგორ შეიძლება არ გჯეროდეს სანტის არსებობის? მათ არ ჯერათ სანტასი და საჩუქრებსაც ვერ მიიღებენ. დაწერეთ თქვენი წერილები და თოვლის ბაბუა აუცილებლად შეგისრულებს სურვილებს და ვისაც არ ჯერა, შეუძლია საერთოდ არ დაწეროს. მაქს, რამე გამომრჩა? შავმა კატამ გადამიჭრა გზა. მე იქ ვიდექი და ველოდებოდი მის უკან დაბრუნებას. სერიოზულად გჯერა ამ სისულელის? რა თქმა უნდა არა, შავი კატები ეს ხომ სისულელეა. გჯერათ სანტა კლაუსი? რა თქმა უნდა მჯერა, მე ისიც კი ვიცი, რას ვითხოვ ამ ახალი წლისთვის. აი, ხედავთ, ჩაკსაც კი სჯერა სანტის. დაწერეთ ასოები დიდი შრიფტით. თოვლის ბაბუა მოხუცია და ცუდი მხედველობა აქვს. მენდი კატა ზუსტად აი ამ ხელა იყო. მე არ მაინტერესებს შენი კატა. ძვირფასო თოვლის ბაბუა. იმედია წელს ბევრ საჩუქარს მომიტან, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოვიქეცი. შენი საყვარელი ოფიცერი ჩაკი. ჰოუ, გამარჯობა ოფიცერო ჩაკ, თქვენ ძალიან გაიზარდეთ ამ წელს. სანტა? ეს შენ ხარ? მე ძალიან გელოდებოდი, წერილიც კი მოგწერე. აბა, წელს კარგად იქცეოდი ჩაკ? ჰო, ძალიან კარგად. მისტერ მაქსზე უკეთესადაც კი, მასთან შეგიძლია არც მიხვიდე. მართლა? მას თუ კარგად იქცეოდი, აბა რა საჩუქარს ისურვებდი ჩემგან? მე მინდა პარტნიორი მინდა. არა. უკეთესია ქალი პარტნიორი იყოს. ჩვენ ერთად წავალთ საშობაო წვეულებაზე. ნება მომეცი ვიპოვო შენი საჩუქარი. ახლავე. კარგი, ეს არის თხილამურები, ეს არის მასაჟის სკამი, ეს არის ბუშტის საცვლები და აი ეს არის. აიჩა, აიღე, ეს შენია. ვერ გავიგე, თოვლის ბაბუა, შენ რა მე მომატყუე? დიახ, იმიტომ რომ თოვლის ბაბუა თვითონ მოატყუე. მე არ ვარ თოვლის ბაბუა, მე მისტერ მაქსი ვარ. მაქს, მე ნამდვილად მჯეროდა რომ თოვლის ბაბუა იყავი. შემდეგ ჯერზე თუ გავიგებ რომ სამსახურში გძინავს, მართლა მივწერ თოვლის ბაბუას რომ საჩუქრები არ მოგიტანოს. გასაგებია თუ არა ეს? და ეს შენთვისაა. შობას გილოცავ ლუნა.
ძალიან ვღიზიანდები, როცა ხალხი იცინის. ლუნა, ახალი წელი მოვიდა. სანტას წერილს მიწერ? გასაგებია. თუ სანტას წერილს წერ, მთავარია შენი სურვილის სწრაფად დაწერო. შარშან მას ძაღლი ვთხოვა. მან მომიტანა, მაგრამ ეს სათამაშო იყო. მე კი ნამდვილი ძაღლი მინდა. მე არასოდეს წერ თოვლის ბაბუას. მე ყოველთვის კრამპუსს წერ. კრამპუსი? ვინ არის? ეს ბოროტი სულია. ის მოდის საჩუქრების წასაღებად და ხანდახან ადამიანების სულებით მიყავს. მეშინია, იმედია ეს კრამპუსი არ მოვა ჩემთან. ლუნა, არასოდეს გდომებია, რომ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქარი გეპოვა? ისეთი სასიამოვნოა. არა, არ მიყვართ არდადეგები და საჩუქრები. ეს დროის უაზრო კარგვაა. ახალი წელი მალე მოვა. ეს ძალიან მაგარია. გამარჯობა ძვირფასო სანტა. მე მქვია ლორა. ჩემი კალამი აღარ წერს. ვინმეს ხომ არ გაქვს სათადარიგო კალამი? მე მხოლოდ ერთი კალამი მაქვს. მეც ძვირფასო თოვლის ბაბუა. წელს მინდა რომ მომიტანო. ნამდვილი მეგობარი. წავალ და ლუზერებს გამოვართმევ კალამს. წელს მე ხომ ძალიან კარგად მოვიქეცი. ამიტომ ორ საჩუქარს ვითხოვ შენგან. ჰეი მეგობრებო, სანტას წერილს წერთ? ეს ძალიან მაგარია, არა? გამარჯობა ლორა. შენს კალამს ხო ვერ მათხოვებ? ჩემი საერთოდ აღარ წერს. რა თქმა უნდა. ლუზერებო, თქვენ ძალიან კეთილები ხართ. სასწრაფოდ მივწერთ თოვლის ბაბუას და დაგიბრუნებთ. არ არის საჭირო. ლორა ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი გადაყლაპვა უნდოდა თავის თვალებით. ჩემი წერილი მზად არის. იმედი მაქვს, რომ სანტა მომიტანს თორის ჩაქუჩს. მხოლოდ ერთ სურვილს ასრულებს თუ შემიძლია რომ ორი სურვილი ვთხოვო? ალბათ მხოლოდ ერთს და არა ორს. მე მინდა ვიყო ლორასთან წვეულებაზე. თავარია ბევრი თოვლი იყოს. თუ არ იქნება, ირემი საჩუქრებით სავსე ციგას უბრალოდ ვერ დაძრავს. მეგობრებო, სანტა ვნახე ტანსაცმლის და წვერის გარეშე. ის ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა. ფაზლ მოიცადე, რაზე ლაპარაკობ? კარგი, წვერზე მოვიტყუე, მაგრამ ის ნამდვილად ვნახე. ტანსაცმლის გარეშე, სპორტ დარბაზში. კამილ, უკვე დაწერე წერილი სანტასთვის? გამარჯობა მენდი. არა, ჯერ არა. მენდი, ჰეი, წარმოგიდგენია, მე სანტა ვნახე ტანსაცმლის გარეშე. ფაზლ, სულელი ხარ? კამილ, აბა შენ რის გაკეთებას აპირებ? მენდი, მე უკვე მივწერე წერილი სანტას. მენდი, მეც დავწერე წერილი. შეხედე, აი ჩემი წერილი. არ მაინტერესებს შენი წერილი ფაზლ და არ შენი ნაის. კარგი ბიჭებო, წავიდეთ. მოიცადე, კამილ, იცი მე რა ვთხოვე სანტას? კარგი მენდი, მითხარი რა სთხოვე სანტას. იცოდი რომ დაგაინტერესებდა. უბრალოდ ეს ორი ადამიანი დისკომფორტს მიქმნის. ყურებზე ხელი აიფარონ. მე ვთხოვე სანტას რომ ჩვენ მომავალ წელს წყვილი გავხდეთ. იმედია თოვლის ბაბუა წელს არ აასრულებს შენ სურვილს. ჯობია სთხოვო მას რომ სხვა შეყვარებული გიპოვოს. კამილ, მინდა რომ გაკოცო აქვე. ბიჭებო, დამეხმარეთ. აზრი არ აქვს, მათ არ ესმით. აბა მეგობრებო, უკვე დაწერე წერილები? ჯერ არა, წავალ და მალე დავწერ. მეც ჯერ არ დამიწერია. მისტერ მაქს ნახეთ, მე დავწერე. ფაზლ, თოვლის ბაბუა არ არის ჯინი, შენ მხოლოდ ერთი რამ უნდა სთხოვო მას. თუ დაწერას ვერ მოახერხებ, თოვლის ბაბუა შენ სურვილს არ შეასრულებს. დიახ, ეს მე ვიცი, მისტერ მაქს. მისტერ მაქს, შიშველი სანტა დავინახე. რა? სპორტ დარბაზში. ფაზლ, შენ რა გაგიჯდი? რას ლაპარაკობ? რატომ არავის ჯერა ჩემი? ფაზლ, შეწყვიტე ტყუილების მოყოლა. შემთხვევით ხომ არ იცი, რა სიჩქარით მოძრაობს სანტა კლაუსი? გუფი, საიდან უნდა ვიცოდე მე ეს? სხვა რამეზე იკითხე. ასე უბრალო პონოჩკა, უბრალოდ შეკითხვა იყო. ჰოპ, მე პირველი ვარ. გუშტო, აბა, გავარ მისტერ მაქს. დილან, მაქსივით მასწავლებელი ვერასდროს გახდები, სულელი ირემი ხარ. კიდევ ერთხელ დამიძახებ სულელ ირემს და ძალიან მაგრად მოგხვდება. ახლა შენ მოგხვდება მაგრად, სულელო ირემო.
აბა სცადე და უბრალოდ თითი დამაკარე. მიდი, წერილზე ფიფქები და თორის ჩაქუჩი დავხატე, რომ არ შეეშალოს მას. რა მოხდება თუ პარალელურ სამყაროში არის კიდევ ერთი გუფი, როგორიც მე ვარ, დამშვიდვის შენნაირი ირემის სხვა აღარ არსებობს. ბუშტო, რატომ მაყენებ შეურაცხყოფას? ხომ არ გინდა რომ მოგხვდეს? თითიც რომ შემახო, მისტერ მაქს ყველაფერს ვეთქვი. არა ბიჭებო, ნუ ჩხუბობთ. სად არის თქვენი საშობაო განწყობა? აბა ნერდებო, გაიგონეთ ახალი ამბები? არა, რაზე ლაპარაკობ? არ მითხრა რომ სანტას და მის ირმებს ავარია მოუვიდათ. სულელები ხართ, ეს უკვე ყველა მიცის თქვენს გარდა. თქვენ ლუზერებო, მან ფეხი მოიტეხა და წელს აღარ მოვა აღარავისთან. ასე რომ წერილების დაწერა აღარ გჭირდებათ. ის მაინც ვერაფერს მოგიტანთ წელს. ტყუილია, ჩვენ არ გვჯერა შენი. შეიძლება თოვლის ბაბუამ ფეხი მოიტეხა, მაგრამ საჩუქრების გარეშე არასოდეს არავის დატოვებს. სინამდვილეში თოვლის ბაბუო სულაც არ არის ახალგაზრდა. ის 1750 წლისაა. როგორ მოგიტანთ საჩუქრებს მოტეხილი ფეხით? რატომ მოიტეხა ფეხი სანტამ? არ მინდა რომ საჩუქრის გარეშე დავრჩე ამ ახალ წელს. ბუშტო, შეწყვიტე ტირილი. მოკლედ ლუზერებო, რადგან მალე ახალი წელი მოდის და კარგ ხასიათზე ვართ, მე და ბიჭები ამჯერად დაგეხმარებით. ჩვენ დღეს ძალიან კეთილები ვართ. როგორ აპირებთ ჩვენს დახმარებას, ჰა? დაკის მეგობარი ლაპლანდიაში ცხოვრობს და შაბათ-კვირას იგი სტუმრობას აპირებს ჩვენთან. მას შეუძლია რომ პირადად მიაწოდოს სანტა კლაუს წერილები. სანტაც ასევე ლაპლანდიაში ცხოვრობს. ჩემი მეგობრის ადგილიდან არც თუ ისე შორს. ლაპლანდიის შესახებ მაგრად მოვიფიქრეთ არა? ბუშტო, არც ეს ასიამოვნოა წელს საჩუქრების გარეშე დარჩენა. ძმაო, სხვა გზა არ გვაქვს. კარგი, თანახმავართ. მაგარია. ახლა ვნახოთ რა დაწერეს მათ. ჰეი, ნუ აკეთებთ ამას. ძვირფასო თოვლის ბაბუა, ბოდიში რომ მოვიპარე ბუშტის საღეჭი რეზინები, მინდა საჩუქრად მივიღო თორის ჩაქუჩი. ლუზერებო, რა გულუბრყვილოები ხართ. რატომ წაართვით წერილები ლუზერებს? ეს რა წესია? ჩვენ მათთვის არაფერი წაგვირთმევია. თავიანთი ნებით გადმოგცეს წერილები. ჰო, მოგვატყუეთ. თქვენ თქვით რომ ჩვენ წერილებს პირადად გადასცემდით სანტა კლაუნს. ჰა, თქვენი მოტყუება ძალიან ადვილი რამეა. მართლა შესანიშნავი იდეა იყო. ეს საერთოდ არ არის სასაცილო. დაუბრუნე მათ თავიანთი წერილები. თქვენ რა ლუზერებს იცავთ ახლა? ჰო, დროზე თქვენ საქმეს მიხედეთ და გაიარეთ აქედან. კამილ, იმედია, ასე უბრალოდ არ წავალთ აქედან. სწრაფად მიეცით წერილები ლუზერებს. სხვა შემთხვევაში ცუდად გექნებათ ყველას საქმე. კარგი, ჩვენ წერილებს დაუბრუნებთ ლუზერებს, რადგან დღეს სადღესასწაულო განწყობა გვაქვს. გაგიმართლათ, ბიჭებო. ჩვენ დღეს კეთილები ვართ, ამიტომაც დავუბრუნებთ წერილებს. შობას გილოცავთ, ლუზერებო. აბა, ბედნიერი ხარ? კარგი, ახლა კარგი ბიჭები ხართ. თოვლის ბაბუა ამას არ დაგივიწყებთ, შობას გილოცავთ. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ თქვენი. წავიდეთ ბუშტო, ჩვენ მათი დახმარება არ გვითხოვია. მეგობრებო, აბა წელს კარგად იქცეოდით? დაწერეთ თქვენი პასუხები კომენტარებში. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას. Check my list twice. Most of y'all done. Sleigh bells ringing. Diamonds blinging.